MMA-ის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია. ილია და ისლამი ერთმანეთს არ შეხვდებიან და დღეისწორს ამ საკითხზე საუბარს უკვე პრინციპში აზრი აღარ ექნება. მათი გზები წესითა და რიგით უკვე აღარ გადაიკვეთება, მათ მოცემულობას ახლა სულ სხვა გარემოება ახლავს თან, მათი გზები ფაქტობრივად გაიყო. ისლამს უკვე ქვესაშუალო წონაში აქვს თავისი მისია, ხოლო ილიას მისია კი ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტება და სუბუქი წონის ქამრის წელზე შემორტყმა გახლავთ. თარგმნებული არ უკვე ყველა მიცით ილიას მომდევნო მეტოქის შესახებ 36 წლის ვეტერანი ჩარლზ დუ ბრონქს ოლივეირა, ყოფილი ჩემპიონი, ყოფილი ქვემსუბუქი წონის კონტენდერი, 35-10-ზე მისი MMA სტატისტიკა, ყველაზე მეტი ფინიში, ყველაზე მეტი გამარჯვება და ყველაზე მეტი ბონუსი არის სწორედ ოლივეირას ანგარიშზე. პრინციპში ვიცოდით და ამაზე ჩემს არხზეც არაერთხელ მისაუბრეა, რომ თუ არა ისლამი დიდი ალბათობით ილიას მეტოქე იქნებოდა ოლივეირა და პრინციპში ხა ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდებოდა ამის გამოცნობას, თუმცა ამასობაში ვიდრე ეს ნიუსი და ეს ახალი ამბავი არის ცხელი, აქვე მინდა შემოგთავაზოთ ალი აბდელაზიზის ისლამ მახაჩევის მენეჯერის ვრცელი ინტერვიუ MMA Junkies-თან მიცემული, სადაც ის ამბობს, რომ ილია მადლიერი უნდა იყოს ისლამისა, რომ მისცა მან შანსი ტიტულზე ბრძოლისა, ვინაიდან გამოათავისუფლა მსუბუქი წონის ქამარი და ახლა ვაკანტურ ქამარზე ჩხუბობს, თუმცა ილიასთან ჩხუბიც არ იქნებოდა მოკლედ მახაჩევისთვის პრობლემა. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ალი აბდელაზიზის ამუნარიდი ინტერვიუდან MMA Junkies-თან, მანამდე კი გეტყვით, რომ ჩემი არხის პარტნიორი დღეიდან გახლავთ სარეკლამო კომპანია Storyline, კომპანიის სხვადასხვა სოციალური ქსელის ბმულს დავურთავ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ მათთან, გამოიწეროთ ისინი და შესაძლოა მოგიდეთ კიდეც მათთან თანამშრომლობა. ისლამია კვლავ ჩემპიონი. ჩვენ ყავს ილია და ოლივეირა, რომლებიც ვაკანტურ ტიტულზე იჩხუბებენ. კი ბატონო, შეუძლიათ იბრძოლონ, მაგრამ ყველამ ვიცით, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. და ეს არის ისლამი, რომელსაც ტიტული არ დაუკარგავს. ქვესაშუალო წონაში თქვენ ნახავთ ისლამის ისეთ ვერსიას, რომელიც იქნება უფრო დიდი და არ იქნება გამოფიტული წონის კლებისგან. დამერწმუნეთ, დივიზიონისთვის ის ნამდვილი პრობლემა იქნება. თუ მას მოუწევდა ილიასთან შეხვედრა, უარს არ იტყოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც ისლამი ილიას დააფინიშებდა, ხალხი იტყოდა, რომ ისევ ქვემსუბუქი წონოსანი დაამარცხა. ილიასთან მოგება ისლამს ვერაფერს შეჰმატებდა. და ესეც ისლამის მენეჯერის ინტერვიუ. მახაშევის მხრიდან ქამრის გამოთავისუფლება ნიშნავს, რომ საბოლოოდ იცვლის იგი წონას, ისევე როგორც ესქნა ილიამ. და გადაინაცვლა ქვესაშუალო დივიზიონში მახაჩევმა ამ შემთხვევაში. მისი ვიზავი კი ახლა უკვე მოქმედი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა იქნება, ამის შესახებ დენა ვაიტმა უკვე დაადასტურა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაწამს ბელალი მადალენა ჩხუბი მორჩა, მახაჩევმა გადატენა კლავიატურა და ეგრევე დაწერა სოციალურ ქსელებში, რომ მე გავხდები ორი დივიზიონის ჩემპიონი და მე არ ვაპირებ, რომ ქამარი გამოვათავისუფლო, მაგრამ როგორც ჩანს ორგანიზაციაში მას უთხრეს, რომ შენ თუ გინდა ზედაწონაში ასვლა, კი ბატონო, ადი, ოღონდ ეს ქამარი რაც ახლა გაქვს, უნდა დათმო, იმიტომ რომ ორი დივიზიონის ჩემპიონების დრო წავიდა და ბოლო ის ვინც ცადა მსგავსი აქტი და ვერ გამოუვიდა, იყო ვოლკანოვსკი და მოდი ახლა დროებით ესეთი რაღაცები აღარ გვინდა. ადი ზედაწონაში გამოათავისუფლე ქამარი. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ დივიზიონი დახურაო, მახაჩევმა მიუხედავად წარმატებული დაცვისა ქამრის უკვე არაერთხელ, კი დააფინიშა პორიე, ოლივეირა, მოიკანო, დენ ჰუკერი, გაიმარჯვა ასევე ცარუკიანთანაც, მაგრამ ილიას მსგავსი კონტენდერი, როდესაც ამოდის შენს წონაში, რომელიც სპეციალურად თმობს ქამარს თავის დივიზიონში, საიმისთვის რომ შეგვხვდეს შენ და შენ ათავისუფლებ შენ ქამარს, ტოვებ დივიზიონს და ადიხარ ზედაწონაში, იმისაც რომ ეჩხუბო ჯეკ დელა მადალენას, არანაირად არ ვაკნიებ ამ მებრძოლს, მაგრამ არ ვიცი, ისტორიის წიგნებისთვის რომელი უფრო მაგარი იქნებოდა მახაჩევი თუ ოლივეირა თუ მახაჩევი დელა მადალენა, მაგრამ არ ვიცი, ამ ადამიანს თავისი გზა აქვს ამ სპორტში. ეს მაინც მიიღებს ისეთ სარჩულს, რომ ჩაითვლება, რომ შენ გაიქეცი თოფურიას და ახვედი ზედაწონაში. ეს ასე გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასე სულაც არ იყოს და შეიძლება მართლა არ ქონდეს მას პერსონალური ინტერესი ილიასთან ჩხუბისა, მაგრამ ფაქტი უკვე ეს არის, ამაზე უკვე ლაპარაკობენ, მაგრამ მოდი ეს იყოს ბოლო ვიდეო, სადაც ილია მახაჩევის
ბრძოლის შესახებ ერთ კონტექსტში ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ახლა უკვე უნდა ვიყუროთ წინ არის 28 ივნისი, სადაც International Fight Week-ზე საერთაშორისო ბრძოლის კვირეულზე ილია თოფურია ჩემი პერსონალური მოსაზრებით, ვინაიდან ეს ჩემი არხია, რასაც მინდა იმას ვიტყვი, ჩემი აზრით ოლივეირას კარიერას დაუმთავრებს. ეს არის ჩემი აზრი, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ჩარლზის მიმართ. მართლა გული მტკივა, რომ ილია ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველა საყვარელ მებრძოლებს ანადგურებს ხოლმე ვოლკანოვსკი იყო ეს თუ ჰოლოვეი, ახლა უკვე ოლივეირას დრო დადგა, მე არ მეგულებ ადამიანს ეს ოლივეირა არ უყვარს. მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი უფრო გვიყვარს და ჩვენიც უფრო გვიხარია და მე მგონია რომ დაუმთავრებს კარიერას ჩარლზ ოლივეირას დაანოკაუტებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი იღებს დარტყმებს, ნოკდაუნდება და შემდგომ ანაფინიშებს მებრძოლებს, ან ვერ აფინიშებს. იგივე მოხდა პორიეს შემთხვევაში, მოხდა პორიეს დარტყმული დაეცა და ნოკდაუნდა და შემდგომ დააფინიშა, ასევე იყო გეიჯისთანაც და იგივე არ იყო მახაჩევთან ცხადია, მაგრამ მაგორია მოლოდინი როგორ მიიღეთ ეს მოცემულობა, რასაც ილია ოლივეირას სატიტულო ჩხუბი ქვია, მესმის რომ ის ჰაიპი შეიძლება არ აქვს, რაც მახაჩევთან ბრძოლას ექნებოდა, მაგრამ დამერწმუნეთ ოლივეირაც დაწერს ციფრებს, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, ყველაზე მეტი ბონუსი აქვს მიღებული ბრძოლის, შესაბამისად მისი ჩხუბი არასდროს არ არის მოსაწყენი. შესაბამისად არც ილიასი და იქნება 17-0-ზე და ვიზეიმებთ ახალ კამარს, ახალ დივიზიონში იგივე ჩემპიონით. გამოიწერეთ ჩემი არხი MMA-ის სიახლეებს, აქტუალურ სიახლეებს ყოველ შემთხვევაში არ მოგაკლებთ.